როდესაც საინჟინრო სრულყოფილებაზე ვსაუბრობთ, არსებობს ერთი ავტომობილი, რომელმაც დაამტკიცა, რომ ფიზიკის კანონები მხოლოდ გამოწვევაა და არა შეზღუდვა. ეს არის McLaren F1. ერთი შეხედვით ეს არის სუპერკარი, მაგრამ შიგნიდან ის ორი საინჟინრო გიგანტის, McLaren-ის და BMW-ს ისეთი კოლაბორაციაა, რომლის მსგავსი ინდუსტრიას აღარ ახსოვს. ყველაფერი დაიწყო ერთი კაცის, გორდონ მარის იდეით. შეექმნა მსოფლიოში საუკეთესო მანქანა, რომელსაც არ ექნებოდა ტურბინები, რადგან ტურბინა ნიშნავს დაყოვნებას და ხელოვნურ ჩარევას. მას სჭირდებოდა სუფთა მექანიკური ძალა. ამ მიზნის მისაღწევად მარიმ ჯერ Honda-ს მიმართა. იმ დროს Honda ფორმულა 1-ში დომინირებდა და McLaren-ი სწორედ მათ ძრავებს იყენებდა რგოლებში. მარის თხოვდა იაპონელებს შეექმნათ 4.5 ლიტრიანი V10 ან V12, მაგრამ Honda-მ უარი თქვა. შემდეგ იყო Isuzu, რომელსაც იმ დროს 3.5 litrიანი V12 ძრავა ჰქონდა ტესტირების პროცესში. თუმცა მარიმ ჩათვალა, რომ მას არ ჰქონდა საკმარისი საავტომობილო მემკვიდრეობა ასეთი ამბიციური პროექტისთვის. საბოლოოდ BMW-ს სპორტულმა განყოფილებამ აიღო ეს გამოწვევა და შექმნა 6.1 litrიანი V12 ძრავა, რომელიც იმდენად ეფექტური გამოდგა, რომ თავად კონსტრუქტორის მოლოდინებსაც კი გადააჭარბა. აქ იწყება ყველაზე საინტერესო დეტალები. იმისთვის, რომ მანქანა ყოფილიყო წარმოუდგენლად მსუბუქი, ძრავის ბლოკი სპეციალური ალუმინის შენადნობებისგან დაამზადეს. თუმცა, როდესაც ასეთი მძლავრი აგრეგატი მუშაობას იწყებს, ის წარმოქმნის კოლოსალურ სიცხეს. ვინაიდან McLaren F1-ის მთელი კორპუსი ნახშირბადის ბოჭკოსგან, იგივე კარბონისგან შედგება, რომელიც მაღალ ტემპერატურაზე სტრუქტურას კარგავს, ინჟინრებს სჭირდებოდათ საუკეთესო თბოიზოლატორი, რაც კი დედამიწაზე არსებობს. მათ არ გამოიყენეს პლასტმასი ან კერამიკა, მათ მთელი ძრავის განყოფილება სუფთა 24 კარატიანი ოქროთი დაფარეს. თითოეულ მანქანაში გამოყენებულია 16 გრამი ოქრო. დღევანდელი ფასებით ეს დაახლოებით $1900 ღირებულების ლითონია, მაგრამ 90-იანებში ეს იყო ერთადერთი ბარიერი, რომელიც მანქანას შიგნიდან დადნობისგან იცავდა. რაც შეეხება ფასებს, 1992 წელს, როდესაც McLaren F1 გაყიდვაში გამოვიდა, მისი ღირებულება $800,000-დან $1,000,000-მდე მერყეობდა. იმ დროს ეს წარმოუდგენელი თანხა იყო, თუმცა დღეს ეს მანქანა ნამდვილი საინვესტიციო ოქროს საბადოა. 2025 წლის ბოლოს გამართულ აუქციონზე ერთ-ერთი ეგზემპლარი $25 მილიონ-ზე მეტად გაიყიდა. საოცარია ისიც, რომ ამ მანქანას არ ჰქონდა არანაირი ელექტრონული დამხმარე სისტემა, არც საჭის გამაძლიერებელი და არც ABS-ი. ყოველი ცხენის ძალა პირდაპირ მზღოლის ხელებში გადადიოდა. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიები კოსმოსურ დონეზე განვითარდა, McLaren F1 დრემდე რჩება მსოფლიოში ყველაზე სწრაფ ატმოსფერულ ავტომობილად. ეს არის კოლაბორაცია, სადაც მთავარი იყო საინჟინრო პატიოსნება და მიზანი. შეექმნილიყო მექანიზმი, რომელიც დროს გამოწვევდა. როდესაც ამ მანქანის ძრავის ხმას მოისმენთ, გახსოვდეთ, რომ ეს არის ოქროთი შეფუთული და გერმანული სიზუსტით აწყობილი 12 ცილინდრის სიმფონია.